მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლასაც საინტერესო თემაზე თუ რამდენად სანდოა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. Ახლავე დავარიგებ ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი. და მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, რამდენად სანდო არის პირადად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. Რამდენად სანდოა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება და რამდენად სანდოა მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, მოდით პირველი ვარიანტი იყოს ასეთი თეთრი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი შავი ქვა. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი პიროვნება არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით, ანუ კონკრეტულად მამაკაცებზე ან ქალებზე არ არის აქ საუბარი, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, არ ვიცი, მეგობარი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვიზედაც გაინტერესებთ. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ველოდებით თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით ლაიქებისა და კომენტარების სახით. არჩიეთ ვარიანტი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, რამდენად სანდო არის პირადად თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნება და ამოვიდა კვერთხების ტურზე. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ ის, რომ ადამიანი არის პირველ რიგში ძალიან ისეთი ინიციატორი, როგორც ხედავ, ძალიან უყვარს ინიციატივების გამოჩენა. არკანი ეშმაკი და არკანი პენტაკლების სათიანი. იცით, ადამიანში ვხედავ იმას, რომ არის ძალიან იდუმალი ბევრ რაღაცეებში. ძალიან ბევრი ინფორმაციას თითქოს არ გიზიარებთ თქვენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოდის ეს ინიციატორის ენერგიები და მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი. გარკვეული დოზით სანდო არის, იმიტომ რომ თითქოს საკმაოდ კარგი პიროვნება არის, კარგად შეუძლია საიდუმლოების შენახვა, კარგად შეუძლია დაცვა სხვისი საიდუმლოების, სხვისი ენერგიების. თუმცა ხო, ცოტათი შეიძლება იყოს მანიპულატორი ადამიანი სადღაც, მაგრამ კატასტროფულს აქ ვერაფერს ვერ ვხედავ, პირდაპირ ვიტყვი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რამდენად სანდო არის პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი იმპერატორი კაცი, არკანი შეყვარებულები და არკანი ხმლების სამიანი. ადამიანი არის სანდო, მაგრამ თუ თქვენ თავად დაანახებთ ამ ადამიანს თქვენს სუსტ მხარეებს ზედმეტად მკვეთრად, პირობითად თუ თქვენ მარტივად და მალევე დაიწყებთ წუწუნს, უხეშად რომ ითქვას, მეგობრებო, წუწუნში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ, ყველა ადამიანს გვჭირდება პერიოდულად წუწუნით, სხვებთან საუბარიც, გულის გადაშლა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ნახეთ, ზედმეტად ნაადრევ ეტაპზე უმჯობესია, რომ ამ ადამიანს არ დაანახოთ თქვენი სუსტი მხარეები, იმიტომ რომ აქ ჩანს მანიპულაციების მიმართ მიდრეკილება ადამიანისა, ცოტათი ისეთი დომინანტი პიროვნება შეიძლება იყოს, რომელიც მთლად ბოლომდე სანდო არ არის და თუ თქვენ თავად მისცემთ ამ ადამიანს იმის უფლებას, იმის საშუალებას, რომ დაანახებთ ეგრევე თქვენ სუსტ მხარეებს, თქვენ სისუსტეებს, ადამიანი დიდი ალბათობით ამით ისარგებლებს ნამდვილად. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ თქვენ ამ ადამიანთან სწორ დისტანციას განსაზღვრავთ, ამ შემთხვევაში ადამიანი ასეთ როლს, ნეგატიურ როლს არ ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. დავამატოთ არკანები, კიდევ მაინტერესებს. ადამიანი შეიძლება იყოს ზედმეტად პირდაპირი, იმდენად პირდაპირი, რომ რაღაც მომენტებში ზედმეტად უხეშად გითხრათ, რაღაც ზედმეტად უხეშად დაგანახოთ თქვენი ადგილი ბრჭყალებში. თქვენი ადგილი რა, მისი თვალსაზრისით თქვენი ადგილი დაგანახოთ უხეშად. ნამდვილად შესაძლებელია ეს, რომ რაღაც მომენტებში იყოს ძალიან არაფრთხილი, ძალიან უხეში, თუმცა საბოლოო ჯამში გავიმეორებ, ადამიანი არის საკმაოდ სანდო, საკმაოდ გულურწმელი თქვენთან, მაგრამ ნაადრევ ეტაპებზე გადაუშლით გულს ამ ადამიანს.
და იცით ეს ადამიანი თქვენს რეალობაში არის იმისათვის რომ დაგანახოთ ძალიან ბევრი სიტუაცია სრულიად სხვა კუთხით და განახოთ საკუთარი თავის სრულიად სხვა კუთხით ამიტომაც სადღაც რაღაცეები შეიძლება იყოს მისი მხრიდან საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო, თუმცა საბოლოო ჯამში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი არის სანდო, მანამ სანამ თქვენ ზედმეტად არ დაანახეთ თქვენ სისუსტეებს, ზედმეტად ნაადრევ ეტაპზე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ნახოთ თქვენთვის რამდენად სანდოა ჩაფიქრებული პიროვნება და აქ ამოვიდათ ასების ხუთიანი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვხედავ იმას, რომ ადამიანი პერიოდულად შეიძლება მოდიოდეს თქვენს ცხოვრებაში, პერიოდულად შეიძლება ქრებოდეს. ზოგადად ადამიანი არის ისეთი, რომელსაც საკმაოდ მარტივად უჩნდება ემოციური კრიზისები, საკმაოდ მარტივად უქრება თავდაჯერებულობა, საკმაოდ მარტივად უქრება ჟარგონს გამოვიყენებ და ეგრეთ წოდებული მუღამი, კომუნიკაციისა, ყველაფრისა. მალევე ითრგუნება, ცოტათი მელანქოლიკი პიროვნება გვყავს აქ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რამდენად სანდო არის თქვენთვის, მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი კვერთხების ოთხიანი, არკანი პენტაკლების რვიანი, არკანი ხმლების რვიანი. იცით, თქვენს ადგილას მე ამ ადამიანთან საკმაოდ ვიფრთხილებდი, იმიტომ რომ აქაც ჩანს ის, რომ ადამიანი ერთის მხრივ არის საკმაოდ სანდო, საკმაოდ სტაბილური და მყარი, გარკვეულწილად. ხშირად ეს სტაბილურობა არის ძალიან ძლიერი, მაგრამ პერიოდულად შეიძლება ძალიან გდრგუნავდეთ, ძალიან გადამდები იყოს მისი მხრიდან ემოციური კრიზისი, ძალიან გადამდები იყოს მისი ცოტა ნეგატიური ენერგიები და ნახეთ ადამიანი თვითონ ვერ გენდობათ ბოლომდე. თუ ჩვენ გვაქვს საუბარი სასიყვარულო ურთიერთობაზე, პირდაპირ ვიტყვი, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში ნდობა არის პირველი, რაზედაც უნდა იზრუნოთ და ამ ურთიერთობას აუცილებლად სჭირდება ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე ამ პიროვნების მხრიდან. მაგრამ როგორ გითხრათ? კარგი, დავამატებ არკანებს. რამდენად სანდო არის მეორე ვარიანტისთვის მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ადამიანში ვხედავ იმას, რომ ცოტათი გაორებული დამოკიდებულებით შეიძლება მოდიოდეს თქვენკენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ რაღაც მომენტებში გაძლევდეთ ძალიან ბევრ სტაბილურობას, სიმყარეს, ხო, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თქვენ წარმოიდგინეთ და სადღაც შეიძლება ფინანსური ენერგიითაც კი კვებავდეთ, მაგრამ რაღაც მომენტებში ძალიან უდროო დროს შეიძლება ქრებოდეს და აი იგრძნობა ის, რომ თქვენზე არის გადამდები მისი რაღაც ნეგატიური ემოციები, შეიძლება ზედმეტად ბევრ გვერდში დგომას ითხოვდეს, ზედმეტად ბევრ ენერგიას გართმევდეთ, ხო? ამიტომაც თქვენს ადგილას ამ ადამიანს ნამდვილად არ ვენდობოდი მაინც და მაინც ბოლომდე, გარკვეულ შეზღუდვებს, გარკვეულ საზღვრებს დავუწესებდი ამ ადამიანთან ურთიერთობას, ამ ადამიანთან კომუნიკაციას. იმიტომ რომ ზედაპირულ საკითხებში კი ბატონო არის სანდო, მაგრამ საბოლოო ჯამში იმისათვის რომ ეს ადამიანი იყოს თქვენთვის სანდო, ამისათვის თქვენ ერთმანეთისთვის უნდა იყოთ ძალიან ახლო ადამიანები, რასაც ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ანუ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თითქოს თქვენ არ ხართ ერთმანეთისთვის ბოლომდე ახლო ადამიანები. შეიძლება ჯერჯერობით არ ხართ, ან შეიძლება საკმარისად ვერ დაახლოვდით გარკვეული დროის განმავლობაში, ხო? თუ ძველ მეგობარზე ან ძველ ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი. ამიტომაც კი ბატონო სანდო არის, მაგრამ ბოლომდე სანდო არ არის და აქაც იგივეს ვიტყოდი, რაცაც პირველი ვარიანტის შემთხვევაში, რომ უმჯობესია ზედმეტად ახლოს არ მიუშვათ იმ კუთხით, რომ ზედმეტად არ წაართმევინოთ თქვენი ენერგიები, ზედმეტად არ წაართმევინოთ თქვენი დრო. უმჯობესი არ გქონდეთ ამ ადამიანისგან მოლოდინები, იმიტომ რომ აი მისი ნეგატიური ემოციები არის გადამდები, ხო, როგორც უკვე გითხარით და პლუს აქ იგრძნობა ისიც, რომ ადამიანი ხან მოდის, ხან ქრება, ხან ძალიან სტაბილური და მყარია, ხან კი
უცაბედად მიდის და რაღაც გაურკვევლობაში გაგდებთ, ამიტომაც ნამდვილად არ არის სანდო ბოლომდე. ამ ადამიანზე მოკლედ რომ გითხრათ, ვიტყოდი იმას, რომ თლად სანდო არ არის, უმჯობესია რომ არ ენდოთ ყოველ შემთხვევაში ბოლომდე, ან დააწესოთ ძალიან მკაცრი საზღვრები. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები.